ფილმი ქართულად გახმოვანდა დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით. დოკუმენტური ფილმი და ამ დისკის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ კერძო ჩვენებისათვის. აკრძალულია მისი რეპროდუცირება, გაქირავება, საჯარო ჩვენება ან ეთერში გადაცემა საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. და ჩემი მეგობარი მეუბნება, ახლა გადავუღებ ფოტოს. აი ნახე როგორ ზის. მე ვეუბნები, არ ვიცი, ამას განა კურთხევა არ ჭირდება? მას კი ისეთი ძლიერი სურვილი ჰქონდა რომ გადაეღო. ერთხელ გადავუღებ. თქვა და მომართა ფოტოაპარატი. ბერდიდმა იმ ხარეს გაიხედა, მაგრამ როგორც კი ჩემმა მეგობარმა ფოტოაპარატი აწია, ბერდიდი სწრაფად შებრუნდა და თქვა, ჩვენ რა, ახლა აქ ფოტო გადაღებებს ვაპირებთ? როდესაც მას ფოტოებს ოჩვენებდნენ, ის ეუბნებოდა, აბა მაჩვენე შევხედო. იღებდა და ხედავდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმე მოჩუმრად ჩაიწერა მისი საუბარი მაგნიტოფონზე, კასეტას ართმევდა და ღუმელში წვავდა. ერთმა ადამიანმა მას სუროტის მონასტერში მისი თანდასწრებით უწოდა წმინდანი და ბერდიდი ატირდა, ყველასთვის ვინც სულიერ მხარდაჭერას საჭიროებს. გამოუშვიაქეთ ხალხი. ალექსანდრე, 3-4 მანქანა აი აქეთ გეთაყვა. 4, კი, გამოუშვი. დაახლოებით 4 მანქანა დაეტევა. აი აქ დადექი. დიახ, ჩვენ მოხალისეები ვართ. თუ რამე მოხდება, ვინმე დაეცემა ან რამე, დავეხმარებით. ხალხი ძალიან ბევრია, ამიტომ ექიმებიც საკმარისად უნდა იყოს. ძვირფასო ძმანო და დედა ეკლესიის კურთხეულნო შვილნო, სინათლის მატარებელი დღესასწაული აგვიკაშკაშტა დღეს, რამაც გულები აგვივსო და ზრახვებით ზეცაში აგვიტაცა და ეს ნათელი ზეიმი ეძღვნება ჩვენს ღირსა და ღვთივსავსე მამას, პაისი ახალ მთაწმინდელს, რაც პირველად აღინიშნება. გიხაროდენ შვილკურთხეულო დიდებულო დედაო ქრისტეს ეკლესიაო. გიხაროდენ გასაოცარო სანერგეო, აღმომაცენებელო წმინდანთაო ათონო. გიხაროდენ წმინდა კაბადოკიიდან და სრულიად მცირე აზიიდან ტოლვილნო ღვთის სათნოო ხალხო. გიხაროდენ კონიცავ და მასში მდებარეო სტომიონის წმინდა მონასტერო. გიხაროდენ ღვთის მხილველო სინასმთაო. გიხაროდენ ღვთივდაცულო ისიქასტირიავ. გიხაროდენ ყოველო ალაგო, შორეულ ავსტრალიამდე, უდიდესი წყალობითა ღვთისათა მიმღებო სიცოცხლეში, ამ ახლად შერაცხილისა წმინდანისა. 10 წლის წინ 2004 წელს მე მივწერე წერილი მსოფლიო პატრიარქატს, რათა ბერდიდი პაისი შეერაცხათ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასში. 11 წლის წინ იყო ეს და პატრიარქმა მიპასუხა, რომ ის ნამდვილად არის წმინდანი. გილოცავთ ამ ინიციატივის გამო, მაგრამ მოდით სულ ცოტა მოვიცადოთ. როგორც წესი 50 წელი იცდიან. აქ კი ღირსი პაისი მთაწმინდელის შემთხვევაში ეკლესია ასე არ მოიქცა. ხალხი გრძნობს მის დახმარებას და ეკლესიამაც დაინახა ხალხის ეს სიყვარული და ეს შეგნებული დამოკიდებულება. ამიტომაც მოიქცა ასე, როცა ამ წმინდანის კანონიზირება ჩვეულებრივზე ადრე მოახდინა.
გასულ იანვარს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების დედამ ჩვენმა კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღიარა ბერდიტ პაისის სიწმინდე და მისი სახელი ეკლესიის წმინდანთა ნუსხაში ჩაიწერა. მისი ხსენების დღეთ 12 ივლისი დადგინდა. დღე, როცა 1994 წელს საღვთო სათნოებებით ახსავსემ და ღვთის ყველა ნეტარების ღირსმა ამ ქვეყნიური მებრძოლი ეკლესიის მსახურებისგან განთავისუფლებულმა მუზეიმე ეკლესიის წიაღში გადაინაცვლა. ძალიან გემრიელია. დამეხმარეთ თუ შეიძლება. ინებეთ. კეთილი მგზავრობა. ნახვამდის. გმადლობთ, გმადლობთ. რუსეთი. რუსეთი? კეთილი მგზავრობა. ღვთის მოწყალებით ჩვენ გავხდით მოწმენი საბერძნეთში და ათონის მთაზე ბერდიტ პაისის პირველი განდიდებისა. თქვენც ჩვენთან ერთად გეპატიჟებით სამღვდელო იერარქებისა და ათონელი ბერდიდების მიერ დალოცვილ და კურთხეულ მოგზაურობაში. ახალი თანამედროვე წმინდანი ეს ღირსი მამა პაისია. სიცოცხლეში კი ძალიან უბრალო ადამიანი იყო. ეს კი ბერი ანასტასია, რომელიც 20 წელი მამა პაისისთან ერთად იყო. ჩვენს ფილმში მოვისმენთ მის მონათხრობს ბერდიდის შესახებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. მე ჰიმნოგრაფიით ვარ დაკავებული. დაახლოებით 200 მსახურება მაქვს შედგენილი. საიდან მოვიპოვე მასალები მამა პაისის მსახურების შესადგენად, ჩემს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას დავეყრდენი. ბერდიტ პაისის ხშირად ხვდებოდი და ის, რასაც იგი მეუბნებოდა, ჩემი მომავალი ცხოვრების გამსაზღვრელი აღმოჩნდა. 3 თვე დამჭირდა მისი მსახურების დასაწერად. ძალიან ადრე ვდგებოდი, გონება სუფთა იყო და მეც ვწერდი. ხშირად ხელი თავისით წერდა. ცოტათი გადაუხვიოთ ძირითად თემას. მინდა ერთი წიგნის შესახებ გიამბოთ, რომელიც ძალიან კარგმა არქიმანდრიტმა დაწერა. წიგნს ასე ერქვა, როდის იქნება მეორედ მოსვლა. მამა ნექტარიოს მულაციოტისმა დასწერა ის. თუ არ ვცდები 1987 ან 1988 წელს. ეს წიგნი ანტიქრისტეს გამეფებისა და მისი ბეჭდის შესახებ მოგვითხრობდა. მე ძლიერ განვიცდიდი და ბერდიტ პაისის უთხარი. ნახეთ, როგორი წიგნია. აქ წერია, რომ დასასრულთან ახლოს ვართ. მან გაიღიმა და მკითხა. და როდის იქნება დასასრული? ზუსტად არ ვიცი, უპასუხე. დღესაც ხომ შეიძლება იყოს ჩვენი უკანასკნელი დღე. მზად ვართ კი? თქვით კი ახსარება, მოინანიეთ? მზად ვართ ღვთის წინაშე წარსადგომად.
ყველა დღეს როგორც უკანასკნელს ისე უნდა ვცხოვრობდეთ და ქრისტიანის გულში, რომელსაც ღმერთი უყვარს, შიში არ უნდა იყოს. ეს იქნება ბოლო გადაღება. ბოლო გადაღება, თვითმფრინავი ვარდება. ეს წიგნი კი თავად ბერდიდმა პაისიმ დაწერა. ხელით. ასეთივე ფორმით გამოსცეს კიდეც, რომ არაფერი შეცვლილიყო. ეს მისი ხელწერაა. დროთა ნიშანი 666. დემონური ქარიშხალი ღვთაებრივი მშვიდობით შეიცვლება. თანამედროვე თავისუფლების ამ ქვეყნიური სულის ქრისტეს ეკლესიისადმი, უფროსების, მშობლებისა და ღვთის შიშის მქონე მასწავლებლებისადმი პატივისცემის ნაკლებობის მიღმა, სულიერი მონობა, დაბნეულობა და ანარქია იმალება, რომელსაც ადამიანები ჩიხში შეჰყავს და სულიერ და ხორციელ კატასტროფამდე მიჰყავს. ასევე მოსახერხებელი ბარათების სრულყოფილი სისტემისა და კომპიუტერული უსაფრთხოების მიღმა, მსოფლიო დიქტატურა და ანტიქრისტეს მონობა იმალება. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-13 თავში ვკითხულობთ. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვენ მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ასე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე. ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა და მისი რიცხვი 666. No break, no break. გმადლობთ. მე გადამიღეთ. მე. წყალი, წყალი. აჰა, წყალი. ზუსტად ჩვენს ქვემოთ, ჩვენი წმინდა ტაძრის ქვეშ მდებარეობს წმინდა პაისი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი. მამა პაისის კანონიზაციისთანავე ავაშენეთ მის სახელზე ტაძარი, რათა მისი ჩვენთან თანამყოფობა უფრო ცხადად იგრძნობოდეს. ასევე ჩვენ მას ვიცნობდით, როგორც თავის ეპოქაში მცხოვრებ კაცს. მიწიერი პრობლემების, საფრთხეების, დაავადებების მიზეზების, ასევე მე-20 საუკუნის ადამიანის შფოთვისა და წუხილის წყაროსა და მისი შიშების შესანიშნავ მცოდნეს. ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად გადიოდა სინანულისა და მორჩილების, როგორც ყველა პრობლემის დაძლევის უტყუარ გზას. მის კეთილ სახეზე ეკლესიისა და მთელი მსოფლიოსთვის სუფთა და ღვთისადმი დამორჩილებული ლოცვით ანთებულ წმინდა ჩაუქრობელ ლამპარს ხედავდით. 2 დღე დარჩა მთავრობას, რათა კენჭისყრის გზით მიიღოს გადაწყვეტილება აუცილებელი ზომების შესახებ. გამეფდება სრული ქაოსი და განუკითხაობა, რომლის დროსაც ყოველი სახელმწიფო დაიწყებს იმის კეთებას, რაც მოესურვება. ღმერთმა ქნას, რომ დიდი პოლიტიკის გამტარებლების ინტერესები ჩვენსას დაემთხვეს და ჩვენთვის სარგებლის მომტანი იყოს. მუდმივად რაღაც ახალს გავიგებთ და ვინახავთ, როგორ მოხდება ყველაზე წარმოუდგენელი, ყველაზე გიჟური მოვლენები. ერთადერთი კარგი ის არის, რომ ეს მოვლენები ძალიან სწრაფად შეცვლის ერთმანეთს. ეკუმენიზმი, საერთო ბაზარი, ერთი დიდი სახელმწიფო, მათ თარგებზე მორგებული ერთი რელიგია. ასეთი გეგმები აქვთ ამ ეშმაკებს.
მოდით ჩემთან ერთად გთხოვთ. მე კი მეუბნებოდნენ, რომ ლენტის გაჭრა არ მეხერხება, არადა მეხერხება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კონიცელი ქალბატონების მიერ შექმნილი ჰაგიოგრაფიის პირველი გამოფენის გახსნაზე. ჩვენ ახლა ამ შენობაში ვიმყოფებით და ვხედავთ, თუ როგორ წარვემატებით წმინდა პაისი მთაწმინდელის ლოცვითა და შეწევნით. და ეს აძლევს სტიმულს ქალბატონებს, რომ განაგრძონ თავიანთი შემოქმედება. ეს თქვენია? მოდით რიგრიგობით დავათვალიეროთ. დასასრულს გთხოვთ დაგვიწეროთ თქვენი აზრი გამოხმაურებების ციკლში. ბერდიდი ისეთი არ დამიხატავს, როგორის ხილვასაც ჩვენ მის ფოტოებზე მივეჩვიეთ. ის ყოველთვის გამართული იდგა, ცოცხალი იყო. გამომეტყველება ძალიან თბილი და ტკბილი ჰქონდა. მისი გამოხედვა სიღრმეში ჩაგწვდებოდა. ამიტომაც ხედავთ აქ ასეთ თითქმის შეუმჩნევლ ღიმილს. ის ძალიან კეთილი წმინდანია. მის ხელში ხედავთ გრაგნილს. ამ გრაგნილზე მინდოდა დამეწერა ისეთი ფრაზა, რომელიც მნიშვნელოვანია დღევანდელი საბერძნეთისთვის. რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. მაშინ ნათქვამია, იქონიეთ მოთმინება და ღვთისადმი უსაზღვრო ნდობა. ეს თავად ბერდიდ პაისისგან მაქვს მოსმენილი. ყველაფერი, რასაც ის გვეუბნებოდა, უმალ ჩაგივარდებოდა გულში. ის ხატი წმინდა პაისისა და წმინდა ეფემიას გამოსახულებით, რომელიც ტაძარშია და პაისიამ დაწერა. მას ხატწერა ძალიან კარგად გამოსდის. დიახ, ჩვენ გვყავს მონაზონი სახელად პაისია, ჩვენი და. დიახ, ბასილიზის. აბა, ტკბილი შემოგთავაზოთ? ჰეი, შენ გესმის? მიდი მურაბა მოიტანე. ალუბლის მურაბაც გვაქვს. არ იხსნება. მიდით გადაუღეთ ბაბუასთან ერთად. ბაბუა მაკოცე. ბაბუა, მოდი აქ. ყველაფერი თანმიმდევრულად მიდის. ამერიკაში ძაღლებს ჩაუნერგეს მოწყობილობები. გადამცემის მეშვეობით რადიო ხაზებს გამოსცემენ და ასე პოულობენ. იციან თუ სად არის თითოეული ძაღლი. უსახლკარო ძაღლებს, რომელთაც ნიშანი არ ადევს, კლავენ. ტონობით თევზი დაჩიპეს და თანამგზავრიდან აკვირდებიან, თუ რომელ ზღვაში იმყოფებიან. რამდენი ადამიანია უკვე ამერიკაში ბეჭედ დასმული. ვინც ბეჭედს არ მიიღებს, სხვებზე უკეთ იქნება, რადგან ქრისტე დაეხმარება. და ეს ხუმრობა საქმე კი არ არის. არა, სწორედ მაშინ. Но как же им будет лучше других, раз они не смогут ни продавать, ни покупать? აი ნახავ, ღმერთმა იცის როგორც, მეც ვიცი. აი ასეა საქმე. ეს საკითხი ძლიერ მაწუხებდა და ღმერთმა ტელეგრამა გამომიგზავნა. როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე? 3 წელიწად ნახევარი იქნება რთული.
მათ ვინც ამ სისტემას არ შეურიგდება, გაჭირვება მოუწევს. სხვადასხვა ახალ-ახალი მიზეზებით ეცდებიან მათ ციხეში ჩასმას. მაგრამ რჩეულთათვის დღენის შემოკლდებიან. ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენ სისწლები. ღმერთი არ დატოვებს ადამიანს შეწევნის გარეშე. Геранда, слыша об антихристе, я ощущаю в себе страх. რისი გეშინია? რა ანტიქრისტე ეშმაკზე საშიში იქნება თუ რა? ის ადამიანია. გაიხსენე, წმინდა მარინამ ხომ გალახა ეშმაკი, წმინდა იუსტინამ კი იმდენი დემონი განგმირა. უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი. ჩვენ ამ ქვეყნად იმისთვის არ მოვსულვართ, რომ კომფორტულად მოვეწყოთ. აქ კონიცაში იყო, თავის სახლში. ჩვენ ყველანი ნათესავები უსხადით სუფრას. მან თქვა, არავინ დაარქვა შვილს ჩემი სახელი, პაისი. მერე ერთ-ერთმა ჩემმა დისწულმა, რომელიც გათხოვილი იყო და უკვე 4 შვილი ჰყავდა, სიზმარში ნახა მამა პაისი. იმ სიზმარში ბერდიდი ძალიან მკაცრი ყოფილა და გოგონა ვერ მიხვდა თუ რისთვის უბრაზდებოდა. იქნებ კაბა ჰქონდა ზედმეტად გახსნილი და ბერს ამისთვის სურდა შენიშვნის მიცემა. ის მორცხვად მოვიდა ჩემთან და მკითხა, დეიდა რა უნდოდა? მე კი უპასუხე, რომ სურდა ბავშვისთვის მისი სახელი დაერქმიათ. კიდევ გავაჩენ შვილს და მის სახელს დავარქმევ, თქვა მან და გააჩინა კიდეც ოღონდ გოგონა, რომელსაც პაისია დაარქვა. რა ქვია? მე იღუმენი კვიპრიანე მქვია, შენ? მე პაისი მქვია. ეს რა არის? სერაფიმე საროველის ხატი გაქვს? და როდის მონათლეთ? და ინგლისურად რატომ საუბრობთ? 6 წლის წინ მოუნათლე პაისის საპატივცემულოდ. ეს რა არის? ეს ასეთი სკვნილია. თქვენ რა მჩუქნით? პაისი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო წმინდანად შერაცხული. ის დაეხმარა მას. ბერდიდი პაისი დაგვეხმარა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში მეც და ბავშვსაც. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი სახელის დარქმევა. ის გვიჩვენებს გზებს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელსაც მე ვერც წარმოვიდგენდი. რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. და ეს დაიწყო, როდესაც აქ პირველად მოვედი და მისი წიგნების მეშვეობით ბერდიდი პაისი გავიცანი. ასე მოხდა ჩვენი გაცნობა. მე გაცილებით ადრე ვიცოდი, რომ ის წმინდანი იყო. ვამბობდი კიდეც, წმინდანია თქო. ჩვენ ყველანი ველოდით მის შერაცხვას. მე მისი წყალობით გადავაგდე თამბაქოს წევა. დარწმუნებული ვარ ამაში. მე კი უფრო ადრე დავანებე თავი მოწევას, მაგრამ ვიცი, რომ ესეც იყო. და დღეს ჩვენ ვიგრძენით აქ მოსვლის აუცილებლობა, რათა მუხლი მოგვეყარა მის წმინდა საფლავთან, რომელშიც მისი წმინდა სულიერი და ხორციელი სნეულებების მაკურნებელი ნაწილები განისვენებს. როგორც კი დაგვინახა, ყველაფერს მიხვდა. ჩვენ კი ჯერ ამის თქმაც არ მოგვესრო. მე ჩემი სახელი მითხრა და კიდევ მითხრა, რომ არ მედარდა, რადგან ჩემი ქმარი დაბრუნდებოდა. ეს ღვთის დიდი კურთხევაა. არ ვიცი კიდევ როგორ გითხრათ, ჩვენ მას როგორც მამას ისე ვგრძნობთ. ერთი ვაჟი მყავდა და კიდევ მინდოდა შვილები, ტიროდი. ბერდიდი კი მეუბნება, ნუ სტირი, როდესაც ბევრი ბავშვები გეყოლება, იტირებ თუ იცინებ. მე ეს დავიმახსოვრე. ახლა კი 5 შვილიშვილი მყავს. 1 ვაჟი და 5 შვილიშვილი. რა თქმა უნდა, რძალიც. ჩვენთან რუსეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ პაისის. უკვე 6 მილიონი წიგნი გაიყიდა მის შესახებ. Давай, кидавай. Small. ნახე რა წერია მამა პაისის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი წიგნი გამოვიდა ახლა მის შესახებ, მაგრამ მე არც ერთი წამიკითხავს.
ეს მამა პოლიკარპე საუბრობს? დიახ, მე ხომ გული გამაჩნია, რად მინდა წიგნების კითხვა. ამას ლიმონის სუნი აქვს. ეს კი ლიმონია. ერთ ძალიან მოკლე ისტორიას მოგიყვებით. ეს ამბავი შარშან აქ კერკირაზე მოხდა. ფიქრობ აგვისტო უნდა ყოფილიყო. ზუსტად არ მახსოვს რა რიცხვი იყო. მრავალი რამის ჩაწერა მჭირდება უკვე. ვიღაც კაცი ჩამოვიდა რუსეთიდან ძლიერ შეპყრობილ ცოლთან ერთად. კაცმა ცოლი წმინდა სპირიდონთან მიიყვანა. მოკლედ მიიყვანა წმინდა სპირიდონთან და ბიჭები, რომლებიც იქ ტაძარში მუშაობენ, ბოროტის მახეში გაეპნენ, რადგან წმინდანთან მიახლებისას ქალს ძლიერი სპაზმები დაეწყო, თითქოს აღებინებსო. რისიც მათ შეეშინდათ და გარეთ გაიყვანეს, ისე რომ არ მისცეს სიწმინდესთან მიახლების უფლება, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში ეშმაკის ხრიკი იყო. მეორე საღამოს ქმარმა ცოლი აქ ჩვენთან მოიყვანა მონასტერში და გვთხოვა, რომ წმინდა ნაწილებისთვის მიგვიახლებინა. ქალი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ უცებ დაიწყო ლაპარაკი, ამბობდა, რომ რაღაც ემართებოდა. მას ქმარი იჭერდა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ავიღე ოლარი და მივედი. გავხსენი წმინდა ნაწილების სკივრი. იქ სხვადასხვა სიწმინდე გვიწყვია. მაგრამ გადავწყვიტე, აი ამ ჯვრის და წმინდა პაისის პერანგის ნაწილის აღება. მხოლოდ მე ვიცოდი, რისი მიცემა მინდოდა მისთვის. მან კი დაიწყო ლანძღვაგინება სწორედ მამა პაისის მისამართით. პაისი. გავარკვიე, რომ ენა, რომელზეც დემონი მეტყველებდა, არა რუსული, არამედ არამეული იყო. ანუ ენა, რომელზეც ქრისტე საუბრობდა. მხოლოდ მე ვიცოდი რა იდო სკივრში, თუმცა ეშმაკმაც იცოდა. მაგრამ ქალმა საიდან იცოდა? იცოდა, რა თქმა უნდა იცოდა. ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ სხვა ცხოვრებაში წმინდანებს გააჩნიათ ისეთი ორგანოები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ იგრძნონ და გაიგონ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. და მიძინების შემდეგ ისინი აგრძელებენ სიცოცხლეს. მათი არსებობა მორწმუნეთა ცხოვრებაში გრძელდება. მძიმე დროება დგება. ჩვენ დიდი განსაცდელები გველის. ქრისტიანები უდიდეს დევნას გადაიტანენ. ამასთანავე, აშკარაა, რომ ადამიანებს არც კი ესმით, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო ჟამზე მიმანიშნებელ დროში, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი რეალობა ხდება და თითქოს არც არაფერი ხდებოდეს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, თავი მე-16. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი. დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.
მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რასაც ის საუბრობდა ანტიქრისტესა და ნიშან 666-ზე, უნდა განვიხილოთ როგორც წინასწარმეტყველება. ის იყო წინასწარმეტყველი. მასეთივე იყვნენ ძველი და ახალი აღთქმების წინასწარმეტყველებიც. მოდიოდა ხალხი და ეუბნებოდა: მამაო, მითხარი ერთი სიტყვა. და ის სიტყვა მათ შინაგანში განაგრძობდა სიცოცხლეს. ჩემთვის ყველაზე დიდებული სასწაულები, რაც მამა პაისის მოუხდენია, ეს იყო ადამიანების ცვლილება, რასაც აშკარად ხედავდი. დასავლური აზროვნების ადამიანი უფრო ლოგიკას ეყრდნობა. მართლმადიდებელ ადამიანს კი კიდევ რაღაც აქვს დამატებით. დასავლეთელი ფიქრობს, რომ სხვა ადამიანები მისი არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მაშინ, როცა მართლმადიდებელი მოყვას თავის მოძმედ თვლის. დასავლეთში ჩვენ გვყავს სარტრი, რომელიც ამბობდა: სხვები ეს ჯოჯოხეთია, ჩემთვის ჯოჯოხეთი არიან სხვები. იმავე დროს სერაფიმე საროველი ამბობდა: სხვები ეს ჩემი სამოთხე, ჩემი სიხარულია. დრო მარადისობას უერთდებოდა, როდესაც მას შეხვდებოდი. ეს ხატია. აქ ჩვენს ტაძარს ხედავთ. ჩვენი ტაძარი დაწერილია ხომალდზე, რომელიც მარადისობაში მოგზაურობს. ეკლესია გემივითაა. ვიღაც ისვენებს. გემი თავის გზით მიცურავს, ვიღაც იბრძვის. ვიღაც ტალღებთან ბრძოლაშია და მისი წყალობით მივიწევთ წინ. ამას ის გვეუბნებოდა, როცა ბავშვები ვიყავით. ეკლესია გემიაო, სწორედ ამ სიტყვებს გვეუბნებოდა და ჩვენ ამ გემით მოგზაურობთო. ყველაზე დიდი მოღვაწეებიც და ყველაზე უბრალო ადამიანებიც. სამწუხაროდ, ზოგიერთი გნოსტიკოსი კვლავაც დაამშვიდებს საკუთარ სულიერ შვილებს, როგორც თოთო ბავშვებს. ოღონდ კი მათ არ ინერვიულონ, რომ ეს ყოველივე სულაც არ არის საშიში, თუ კი მათ შინაგანი რწმენა ექნებათ. ერთი ამბობს: ავიღებ პირადობის მოწმობას, რომელსაც 3-6-იანი აქვს და პირჯვარს გადავსახავ. მეორე: მე მივიღებ ბეჭედს 666 რიცხვით, მაგრამ ჯვრით განვწმენთ. და მრავალი ამგვარი უმეცრება. ფიქრობენ, რომ ასე შესაძლებელია განწმენდა. განიწმინდება მხოლოდ ის, რაც ღებულობს განწმენდას. მაგალითად, წყალი ღებულობს და ნაკურთხი წყალი ხდება. შარდი არ ღებულობს და არ განიწმინდება. ქვა სასწაულებრივად ხდება პური, მაგრამ სკორე არ ღებულობს განწმენდას. შესაბამისად, ეშმაკი, ანტიქრისტე, რომელიც მისი სიმბოლიკით იმყოფება ჩვენს პასპორტზე, ხელზე ან შუბლზე, არ განიწმინდება, თუნდაც ჯვარი დაადო. პატიოსანი ჯვრის, როგორც სიწმინდის სიმბოლოს ძალა, ქრისტეს ღვთაებრივი მადლი ჩვენ გვაქვს მხოლოდ მაშინ, როცა აღბეჭდილნი ვართ ერთადერთი წმინდა, ნათლობისას მიღებული ბეჭდით, რა დროსაც უარყოფთ სატანას და ვერთიანდებით ქრისტესთან, რომელიც გვანიჭებს ბეჭედს სულის საწმიდისა. ქრისტემ განგვანათლოს ჭეშმარიტი განათლებით. ამინ. წმინდამთა კუტლუმოშის მონასტრის კელია პანაგუდა 1987 წლის დიდმარხვის პირველი შაბათი. დიდი ტკივილითა და ქრისტეს მიერი სიყვარულით, ბერი პაისი. და იმ გამოცხადების წყალობით, რომელიც მან მიიღო დიდი მარხვის დროს 30 წლის წინ, მან გაგვაფრთხილა და დაწერა მისი ეს სტატია, რომელიც მოგვიანებით გამოიცა წიგნად დროების ნიშანი.
სადაც მან იწინასწარმეთ ყველა მოვლენები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში, აბსოლუტურად მთელს მსოფლიოში. და მისი ასეთი პოზიციის წყალობით მას შეეძლო დაემუხრუჭებინა ეს მოვლენები. რატომ? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის სიწმინდეს ფლობდა, მას ასევე საკმაოდ მკაფიო სამოქალაქო პოზიციაც გააჩნდა. მასთან მიდიოდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, სახელმწიფოების მეთაურები, რათა მათი გონება განათლებულიყო. ბოლო ჟამს ვამბობთ, ადამიანი თან მომწიფდება და თან გასულელდება. ვინ? ის, ვინც არც აღსარების და არც ზიარების საიდუმლოებებში არ მიიღებს მონაწილეობას. ვისაც არ ეყოლება სულიერი მოძღვარი, რათა ასწდეს ამ წყალქვეშა რიფებს, რომლებიც უკვე მთელს მსოფლიოშია გაფანტული განათლებისა და კულტურის სფეროებში. როგორც ბაყაყს აჩვევენ, ნელ-ნელა მდუღარეს, რათა სწრაფად არ ამოხდეს. ისევე ეჩვევა წვეთწვეთობით ადამიანის ცნობიერებაც მისთვის მიუღებელს, სანამ მთლიანად არ დაკარგავს სულიერ მგრძნობელობას. მაშინ უკვე ვეღარ ხვდება საით მიჰყავთ. ის უკვე, ასე ვთქვათ, მოიხარშა მის სულიერ კანზე იმ პატარ-პატარა მომაკვდინებელი მდუღარე წვეთების სხურების მეშვეობით. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, თავი მე-20. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი და თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები. და თანახმად მისი საქმისა განკითხულ იქნა თვითეული. წმინდა პაისის კელია კუტლუმუშის მონასტერს ეკუთვნოდა. ამიტომ ბერძიდი მსოფლიო პატრიარქის დასახვედრად წავიდა, როდესაც ის ჩამობრძანდა. ბერძიდ სურდა მუხლმოყრა გაეკეთებინა იერარქისთვის, თუმცა პატრიარქი თავად ჩამოვიდა ტახტიდან და სამჯერ გადაკოცნა იგი. მე თავად ვნახე ეს. დღეს პირველად აღვნიშნავთ ჩვენი თანამედროვე წმინდანის ხსოვნას. წმინდანი, რომლის გვერდითაც ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა, მაგრამ ყველას გვიცხოვრია. ის, როგორც მნახველი, მოდის და ზრუნავს საძმოზე. თანაც ახლა მას იმაზე მეტი შეუძლია და აკეთებს, ვიდრე მიწიერ ცხოვრებაში. მამა პაისის მყოფობა დღეს ძალიან ნათლად იგრძნობა.
როგორც წირვაზე მყოფ პატარებს სახეებზე ნათელი დასთამაშებდათ და მთელი ღამის თევის მსახურების განმავლობაში ხალისობდნენ, ასევე ჩვენი წმინდანიც ჩვენთან იყო და ხარობდა. ის ბედნიერი იმის გამო არ იყო, რომ ჩვენ მას საგალობლებს უმღეროდით. ამას თვითონაც არ მოისურვებდა. მას სხვა რამ უხაროდა. ის იყო სიწმინდის აშკარა ნიშნების მქონე ადამიანი. მისი წინასწარმეტყველებები, ის რომ იგი კითხულობდა სხვათა აზრებს, ის რომ იგი პასუხობდა გაუხსნელ წერილებს, ის ფაქტები, რომ მას ნახულობდნენ შორმანძილებზე წმინდა მთიდან გაუსვლელად, ის რომ მან განკურნა დაავადებები, რაც ვერ შეძლეს ექიმებმა და ის რომ მან გამოიცნო მრავალი მსოფლიო მოვლენა. მსმენია, რომ იყო დრო, როცა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მრავალი ბერი ყოველკვირეულად დადიოდა ბერდით პაისისთან რჩევების მისაღებად. მცნებების ზედმიწევნით დაცვის გადაწყვეტილება ეს უკვე არის სიწმინდისკენ სწრაფვა. რატომ არის მნიშვნელოვანი საკითხის ასე დასმა? იმიტომ რომ სხვები არც კი სვამენ ასე საკითხს. არადა ეს ხომ ცნებაა, იყავით წმინდანი, როგორც მე ვარ. ანუ მან აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობის წვრილმანების მიღმა იჯდე ჯირკვზე, ავადმყოფი, დანგრეული, ერთი ფილტვით, ბუასილით. უსმენდე ადამიანს და ასეთი მოთმინებითა და სიყვარულით კურნავდე მას. მამაო, ანუ თქვენ თვლით, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს წმინდანი? უნდა გახდეს, დიახ, შეუძლია და უნდა გახდეს. ეს არის მისი დანიშნულება. ეს არის მისი დანიშნულება. ანუ ადამიანი უკვე სხვა გონისმიერ ჰაერს უნთქავს. ის უკვე გადადის ახალ დონეზე და მართლაც ხდება ანგელოზების თანამოსაუბრე. როგორ ხდება ეს? როგორ და მოძღვრის ხელმძღვანელობით. მას სულ სხვა სოციალური გარემო აქვს, ხომ? შეიძლება ასეც ითქვას, სრულიად მართალია. ეს უკვე ზესოციალურია, რადგან ეს უკვე ზეციურ სფეროშია გადასული. ანუ საჭიროა მეგობრების შეცვლა? რა თქმა უნდა, ამიტომაც ვართ აქ, ამ მეგობრების გარემოცვაში, რადგან როცა წმინდანთა ცხოვრებას კითხულობ, ხედავ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ანუ გზა ყველასთვის ხსნილია. შეიძლება მეც ერთი ყლუპი. თქვენ საიდან ხართ? ჩეხეთიდან? დიახ, რა თქმა უნდა, ეს წმინდა პაისის სახელზე აგებული პირველი ტაძარია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში სხვა ტაძრებიც აშენდება. ეს დროის საკითხია. ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიებში ტაძრის სახელობის ხატი კანკელზე ყოველთვის ღვთისმშობლის ხატის გვერდით არის დაბრძანებული. შესაძლოა მოგვიანებით სადმე ვნახოთ სცენები წმინდანის ცხოვრებიდან. იქნებ აქ იყოს სცენები წმინდანის ცხოვრებიდან. ფილმის დასაწყისში შეგპირდით, რომ სქიმ მღვდელმონაზონი ანასტასი მოგიყვებოდათ ისტორიას ბერდით პაისიზე. ახლა მოვისმენთ მას. დაიღლებით ჩემი მოსმენით, სანამ მე ბერდით პაისიზე კი ამბობთ. თუ მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ წახვიდეთ. მაშინ ათონის მთაზე, კუტლუმუშის მონასტერში ვეხმარებოდი მას. შეშას ვჭრიდით. მამა პაისისთვის, რათა ზამთარში რამე ქონოდა დასანთებად.
და ბოლოს ტყის მჭრელს ტაკის დიმიტრი პაპადოპულოსი ერქვა. ბერდიდი ეუბნება. ტაკის, მოდი შენს დღევანდელ შრომას აგინაზღაურებ. მან უპასუხა, მამაო, ანაზღაურებას რომ ველოდე, შენთვის არ მომინდებოდა შეშის დაჭრა, რადგან ამ ფიჩხებით ბევრს ვერ გამოიმუშავებ. მაშინ მთაზე წავიდოდი, იქ დავჭრიდი შეშას და დღიურ სარგოსაც იქ მივიღებდი. თანაც ისეთი მხიარული იყო ეს დიმიტრისი და დასწინა, იცი რა მინდა, შენ ხომ წმინდანი ხარ? ჰოდა მინდა რომ წინასწარმეტყველება მითხრა. ჰეი, მოდი აქ. მივიდა ტაკისთან. დაადო თავზე ორივე ხელი და ეუბნება. ტაკის, ახლა კარგ რამეს გიწინასწარმეტყველებ. მთელი შენი ცხოვრება შეშას დაჭრი. მიდი, გადაუთარგნა ეს რუსებს. გუშინ წინ ისტიროდა და მეც ახლა როცა თქვენ გიყვებით, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ის არ საუბრობდა ამის შესახებ. გუშინ წინ შეხვდი ტაკის, მან მითხრა, მამა პაისის ეს ხელები იყო ჩემს თავზე. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ეს 30 წლის წინ მოხდა. ოჯახი მან მომცა. ამ შეშით მთელი ცხოვრება ვშოულობდი პურის ფულს. მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ მეცინებოდა. ჰო, მაგარი წინასწარმეტყველებაა თქოდა. ახლა ამ ხეების მეშვეობით სახლებს ვაშენებ. ოჯახი შევქმენი, შვილიშვილები მყავს. ათონზე ვცხოვრობ. უკვე 40 წელიწადია ათონზე ვარ. სიწმინდეზე რომ საუბრობდით, ეს ძალიან შორეულ რამეს გავდა. ბასილი დიდი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ძველი წმინდანები. და ხედავთ ახლა როგორ მოგვიახლოვდა სიწმინდე. არანაირი სხვა მიზანი არ გაგვაჩნია. ვდგებით რიგში და ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ანგარიშიდან 50 ევროს გამოტანას, რათა მერე სწრაფად დავხარჯოთ. რა უბედურებაა ეს? ქათმებს უნდა ვყიდულობდეთ, ხეებს ვრგავდეთ და მათი მოსავალით ვცხოვრობდეთ და არა ბანკომატიდან ამოღებული ფულით. მაშინ კი 30 წლის წინ მე და ტაკისი ბილიკზე ვიდექით. ვიღაც ბიჭი მოდიოდა ქვევიდან და ვკითხა, მამა პაისის სკელია შორსაა, ძლივს მოადგამდა ფეხებს. ჩვენი თვალით ვნახეთ. გავიდა 9 საათი, 40 წუთი. ეტყობა ილოცა მისთვის ბერდიდმა, ვხედავთ უკან სულ სხვა ადამიანი ბრუნდება. კი არ მოდის მოფრინავს, ვეკითხებით, რა მოხდა მეგობარო? დიახ, ამბობს, მე ცოცხალი ვარ, მე ისევ ვგრძნობ. რომელი ბენზინი ჩაგისხა, სუპერი? დიახ, ამბობს, სუპერი ჩამისხა, ცოცხალი ვარ. მე ცოცხალი ვარ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, თავი 21. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა,
რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასწლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მრგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.